მოგესალმებით. მზე გამოვიდა. მიხარია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს წვიმიანი დღეები გავატარე ძალიან მხიარულად. ძალიან ბევრი საქმე გავაკეთე ეზოში. მგონი რომ მზეში ამდენი საქმე არ გამიკეთებია, რაც აი ამ წვიმიან დღეებში გავაკეთე ეზოში. არ ვიცი რატომ, მაგრამ ისე მესია მოვნა. აი საერთოდ არ მაღიზიანებდა ცუდი ამინდი. ზოგადად შემოდგომის წვიმა მიყვარს, ოღონდ ასეთი მყუდრო, სახლში, ბუხარი, რაღაცის გამოცხობა, წიგნი, ცხელი ყავან, კაკავან, რამე ფილმი, ხო მიხვდით პლედი და ასე შემდეგ და ეს წვიმა არ ვიცი, აი რაღაცა გასაგიჟარი ამინდი იყო. რამოდენიმე დღის წინ მე ვიყავი საკიდლებზე, ასევე წამოვიღე ჩემი ამანათები, ასევე წამოვიღე ჩემი საჩუქრები, რომლებიც იდო სხვაგან რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო და ეხლა მინდა გაჩვენოთ თუ რა ვიყიდე და რა მაჩუქეს. დავიწყოთ ალბათ იცით საიდან დავიწყებ, რაც ვიყიდე მე და უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა მოვიშორო აქედან, რომ ყოფილიყო იქ, იმიტომ რომ ეს ვერ დავკეთე და სულია ქაბა. ეს არის ჭურჭლის არის ტაბლეტები ფეირის, რომელსაც ხმარობ და აი ეს მომეწონა ტაბლეტი, რომელიც არის მუქი ლურჯი და მუქი იასამნისფერი არ მომწონს, იმას აქვს ძალიან ისეთი სურნელი, რომელიც მე არ მსიამოვნებ და ეს არის ძალიან კარგი და ეხლა უნდა შევიტანო. ამას ვხედავ ფიქს პრაისში. იმიტომ რომ იქ არის სუფას დაკლებები და 25 ცალი ღირდა 11 ლარი. შემდეგ ვიყიდე ბავშვების დასაბანი გელი, მაგასაც ვყიდულობ იქვე, ძალიან კარგია, სურნელი აქვს, კარგი ძალიან, იცით. აი იცით რა არ მიყვარს, როცა ბავშვს დაბანენ და ან მე დავბან და აქვს რაღაცა თმაზე ან ტანზე ძალიან მძაფრი სურნელი. საერთოდ კარგად დგას კამერა. ეს ხوار დავთქვა. ასე ჯობია ეს. ჩემ ბავშვების დახატოლებიც რო დაჩნდეს. რომ ამას აქვს ძალიან ისეთი სურნელი, ძლივს ისმის რა და მომწონს ეს. სხვათა შორის ბოდიში თემიდან გადავიდეთ ცოტა სხვა თემაზე. ამას ხო ხედავთ დახატულს. ამ ნახატებს რემონტს რომ დავიწყებთ, ვაპირებ დავტოვო. მინდა აქამდე აი ბოლოს რომ თავდება ეს რაღაცით დეკორი გავაკეთო და უკვე მითხრეს რით შეიძლება გაკეთება რაღაცა პლიონკას ტიპის არსებობს რომ დადებ და ეკრობა კედელზე და არანაირი არ ფუჭდება ერთი სიტყვა და ძალიან მომწონს მე აი ამას ნახდათ არ მოვაშორებ მე ეს მომწონს თან ჩვენ სახლს ლოფტ სტილში უნდა დავამთავროთ რა და ამიტომ ეხლაც ლოფტია, მაგრამ არ არის დამთავრებული ლოფტი, ამიტომ როცა დავიწყებთ და ამ კედელს ასე ვტოვებ. გადავწყვეტე. ძალიან მომწონს და აი ამ ხელებსაც სავარაუდოდ მე გაჩვენებთ ბავშვების ხელები არის ასე საღებავით. ხო. კიდევ აი ეს ორი შამპუნი ვატიკა მეგობრებო. აი რა იცით ამ შამპუნზე? ერთი არის ნიურის, მეორე არის ლიმნის და საიდან გავიგე და საოცრად რომ მომიხდა და მოუხდა ჩემს თმას. ჩემთან როგორც გახსოვთ, იყვნენ ჩვენი მეგობრები და ერთ-ერთ გოგოს ჰქონდა შამპუნი წამოღებული და მე ვეუბნები, ახლა ვერ გავიგე, შამპუნს არ მოგცემდი თუ რა ხდება. არა, მე ვიბამ მხოლოდ ამ შამპუნით. რა არის მეთქი ასეთ სასწაული და ძალიან კარგი შამპუნიაო, მითხრა, თან არის სინდური, თან თმის ცვენისგან და ამ გოგოს რომ იცოდეთ, აქვს ძალიან ლამაზი თმა, გრძელი ლამაზი თმა, ოღონდ ქერა. მაგრამ ვიყიდე მე ორი. მაშინ მე ორი წამოვიღე, სადღაც 5 ლარი ღირს მეგობრებო, მგონი ფასდაკლებით თუ არ ვცდები, მაგრამ აი ისეთი კარგია, მე ვცადე ნიურის საერთოდ რა აქვს ნიურის სუნი და ლიმნის არ მიცდია ჯერ
ერთი სიტყვით ძალიან კარგი სურნელი აქვს. ინდურად წერია რაღაც, მაგრამ უი, არ დამივარდი. ძალიან მომეწონა. წერია ქერტლის საწინააღმდეგო ერთი და თმის ცვენის საწინააღმდეგო მეორე, მაგრამ ქერტლი მე არ მაქვს, არასოდეს არც მქონია, არ ვიცი როგორ არის ქერტლი, მაგრამ ეს შამპუნები მომიხდა და ყველას გირჩევთ, თუ გინდათ გასინჯოთ. ასე, შემდეგი. აქვე ვიყიდე პანტინის ზეთი, დამთავრდა ჩემი და მე ამ ზეთზე კარგი ზეთი არ ვიცი. ისევ ისეთი არგანის წამოვიღე, კიდე იყო ორნაირი სხვა და იმ ერთსაც ვიყიდე ალბათ კერატინით, მაგრამ ამის სურნელი რო ვიცოდი, იმის სურნელი რო არ ვიცოდი რომელი ამეღო და ისევ ეს ავიღე, მაგრამ იმასაც ვიყიდი ცოტა ხანში. ნუ ეს სულ მაქვს. შემდეგი ესეთი კრემი ვიყიდე აბლეპიხას ექსტრაქტით. არის დღის კრემი და აქვს ძალიან აბლეპიხას სურნელი და არის ძალიან კარგი. ატენიანებს, მაგრამ არის იცით თხელი და როცა ისმევ, ზუსტად არის საზაფხულო. კანი ხდება როგორც წყალი, ისე ხდება კანზე. ისმევა, ხო, კანზე. და კარგი არის, იმიტომ რომ მე კომბინირებული კანი მაქვს, ტეზონა მაქვს ცხიმიანი და ეს მიხდა. გქონდათ არ ამერიოს. კიდევ ვიყიდე ბაბეს SPF-ი. მე მაქვს ბაბეს SPF-ი, შარშაც მქონდა და წელსაც შევიძინე და აი არის ფერით. ნახეთ. ესეთი ფერია. ბაბეს SPF-ი. შემდეგ ვიყიდე C ვიტამინი. ევოლუდერმის C ვიტამინი. ესეთი ძალიან კარგი, გმაყოფილი ვარ. ეს არის უკვე მეორე ჩემი შენაძენი. და ვიყიდე კიდევ 3 პომადა. პირველი არის ესეთი. ეს ვიყიდე ჩვეულებრივ მაღაზიაში. მე ეს ფერი არ მქონდა და ძალიან მინდოდა და სურნელი აქვს კარგი სხვათა შორის, საერთოდ არ აქვს სურნელი, თითქოს რაღაც ძალიან იაფი პომადები რო არის და ცუდი სურნელი რო აქვს ხოლმე. აი ამას აქვს ცოტა. მეცდეთ. არა, არც ეს არის ცუდი. მასაც კარგი სურნელი აქვს. და კიდევ ესეთი. ეს არის უკვე შიმერიურებია. ესეთი. შემდეგ სანთლები ვიყიდე. ინდიისკი შოფრან. ეს სანთლები სულ მჭირდება, სულ მაქვს და სულ მჭირდება სიტყვით. ეს არ ვიცი, მახსოვს გაჩვენოთ თუ არა საჭირო მანქანისთვის შპულკი. მგონია 16 ცალია. და რო დამთავრდება ძაფი, ჩემ ძაფს შემოვაყო უბრალოდ. რა კაი. წიგნი შევკვეთე. ასე ქვია წიგნის. ბესტსელერია, ძალიან ნაკებენ, ძალიან მინდა წავიკითხო და თან ეხმარება ადამიანს სხვა ადამიანების გაგებაში და ეს ყველას გვჭირდება, მე ასე ვფიქრობ. ეს ფოტოსთვის იყოს. მე გადავიღებ ფოტოს. შემდეგი რა მაჩუქეს. ჩემმა დაქალმა მაჩუქა ბლაშები. გამოიწერა ბლაშები, მეგობრებო, რა ვიცი, 12 ცალი მე მგონი. ესეც არის Wildberries-იდან.
ასეთი ბლაშებია. აი. სტიკი. იცით როგორ სურნელი აქვს, როგორც რაღაცა ძვირიან პუდრს. ეს არის კარალ და ეს არის უფრო ჩაინა როზა წერია, ეს არის უფრო მოყავისფრო. ძალიან მომეწონა. კიდევ პაჩები. შევიძინე ასეთი პაჩები. და როგორები ეს პაჩები? ჯერ ეგერთი ეს აქვს რკინა. ეგ ძალიან მომწონა. მოყვება აი ეს თავისი პინცეტი და პაჩებია ასეთი. ეხლა ერთს გავიკეთებ. ძალიან სასაცილო კი ვიქნები, მაგრამ გავიკეთებ. უკვე ვიკეთებდი. დილით ძალიან კაია. ლიფტინგია, აქეთ უნდა ჩაიძიო. აი აქ და აი აქ არ დაიჯერებდა იჭიმება კანი და რომ მოიხსნით ძალიან ისეთი კანი ხდება დატენიანებული და ძალიან ისეთი ლიფტინგ ეფექტით. მაგრამ ძალიან სასაცილოა ამ პაჩებში და მგონი ყველა სასაცილო ამ პაჩებში. ხო. აი ასეთებია. რამდენი ცალია? 50. სახე ისე მიბრწყინავს ამ C ვიტამინის გამო, რომ ძალიან მომწონს ეს C ვიტამინი. ეს პინცეტი ჩავდოთ. ყუთებში მოვჯერჯერობით, მეთქი თქვენ გაჩვენებთ და მე. და მაქვს კიდევ ასეთი პაჩები კორეული. მაგრამ რატომღაც ვარდება, აი ნელა ქვემოთ ჩამოდის და ის არ მომწონს. პირველი პაჩები მხდება ასეთი და რა ხდება ვერ გავიგე. მაგრამ ეფექტი აქვს კარგი. ამასთაც აქვს ძალიან ისეთი რა ქვია დატენიანება კარგი. თან შავი ფერია. შემოვიღებ ხელით. შავი ფერის პაჩებია, მაგრამ ვიფიქრე რომ იქნება და აი ნახეთ რა კაი პაჩია. დიდია თან და თან აქვს რაღაცა ბრწყინავს შიგნით ვითომ და ოქროს რაღაცეებია, მაგრამ რა ოქროს ჩვენ ყველამ ვიცით რომ არანაირი ოქრო აქ არ არის, იმიტომ რომ 8 ლარიან პაჩებში რა ოქროს რაღაცა უნდა იყოს. 8 ლარი იყო ფასდაკლებაში. მაგრამ ატენიანებს ძალიან კარგი სურნელი აქვს, რაც არის უარყოფითი, ეგ არის ის რომ აი ვარდება, აი ახლა გრძნობ რომ ქვემოთ ჩამოდის ასე. მაგრამ ეს შეიძლება შუბლზეც გაიკეთოთ. აი შუბლზე კარგად არის. შუბლზეც ვიკეთებ ხოლმე პაჩებს ხოთაშ არის ნიკაპზეც, აი ასეც შეიძლება. ერთი სიტყვით პაჩები მარტო თვალების ქვეშ არ არის. ვინც არ იცოდით გეუბნებით. და ეს არის ჩემი საჩუქარი საკუთარ თავს დაბადების დღეზე. და კიდევ ერთი საჩუქარი არის, ეგ უბრალოდ ჩემთვის საჩუქარი. ჩამოვა 2-3 დღეში და გაჩვენებთ აუცილებლად ეს იყო ჩემი ისეთი ოცნება, ეხება გარეთ ეზოში დასვენებას. ჩემი ჩანთუკა. მე როგორც იცით, ალბათ მომიყოლია რომ აქვს დიდი ჩანთები სულ და პატარებიც მაქვს, მაგრამ აი პატარა რომ იყოს ძალიან კომფორტული და წავიღო დავუშვათ ბავშვთანაც სასერნო წასასვლელთან და მაგალითად ბაღში წასაყვანად, მაინც ხო რაღაცა მიგაქვს თან და არ მქონდა ისეთი კომფორტული და იმედი მაქვს რომ აი ეს ჩანთა გამართლებს თავის ფასს.
არ ღირდა ძალიან ძვირი, არ ღირდა ძალიან იაფი. ასე მინდა გითხრათ, მაგრამ ჩანთა მჭირდებოდა და შევიძინე აი ასეთი პაწუკა არ არის, ძალიან პატარა გარეგრულად, ხო? მაგრამ იმდენი რაღაცა ეტევა. კამერაზე ჩანს ყავის ფერი, მაგრამ არის შოკოლადის ფერი. და რა მინდა გითხრათ, ეს ტაქსა მოყვებოდა და ეს ყვავილი მე მქონდა სახლში. სადღაც მომცეს საჩუქრად, რომელიღაც მაღაზიაში, არ მახსოვს რომელ მაღაზიაში და ქოლგარო ვიყიდე. მგონი ქოლგარო ვიყიდე, რაღაც მაღაზია იყო. შარშან იყო ეს, თან რუსეთში. და ეს ყვავილი მომცეს მაშინ და მეთქი რა ლამაზი ფერი, ამ ფერის ჩანთა რო ვიყიდო, მეთქი ამას აუცილებლად დავკიდებ. და უბრალოდ შეხედეთ. შოკი მოქვს, მეგობრებო, ნახეთ. აი ნახეთ, ყველანაირად რომ მოუხდე ეს ყვავილი აქ. ეს ყვავილი არის ბრელოკი. მაგრამ მე აი აქ დავკიდე. და ეს რაღაც სასწაულია. ასეთი კამარი აქვს. ეს კამარი ძალიან მომწონს. ძალიან ლამაზია. და აქვს კიდევ ასეთი კამარი, თხელი კამარი. არ განიკეთებია ჯერჯერობით, რადგან თხელი კამრები დიდად არ მიყვარს და მგონი არც გამომადგება ეს თხელი კამარი. მიცადეთ, ნახოთ აბა. სხვათა შორის ეს კამრები ბევრი მაქვს უკვე სახლში, მაგრამ ისინი სხვა ფერს ხარისხი არის ძალიან კარგი. მაგრამ ეს უფრო გრძელია და უფრო თხელია და ეს შეიძლება ზამთარში შემოდგომაზე ერთი სიტყვით ისეთი ჩანთა არის. ახლად შეიძლება ამ ჩანთით სადმე წასვლა არ არის აუცილებელი, რომ რახან ყავისფერი, ესე იგი მხოლოდ იმისთვის არის შემოდგომაზე და ზამთარშია სატარები, ხო? არა. თან ძალიან ტევადია. აქ აქვს ნახეთ, ახლა გაჩვენებთ აი ასე. აქ აქვს აი ასეთი მეორე, ორი და აქ აქვს შუაში კიდე ეს. აი. და აქვს ეს ერთი სიტყვით და აი ეს. ერთი გოგოს კომენტარი ნახე, რომ არც მეგონა, რომ ასეთი ტევადი ჩანთა არისო, ძალიან ბევრი რაღაცა, დამოგვსო რა ჩანთით. ასეთი სიტყვით ეს იყო ჩემი ყველა შენაძენი, რაც შევიძინე ამ ბოლო ხანებში. და ეხლა რა მინდა გავაკეთო, დღეს არის 6 ივლისი, ხვალ არის 7 ივლისი და დღეს ღამე არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ჩვენი შინაგანი განწყობისათვის და ენერგეტიკულად ძალიან ძლიერი დღე არის და ამიტომ მე უნდა რაღაცა გავაკეთო დღეს საინტერესო ჩემი ყვავილებით, რომლებიც მოვკრიფე გუშინ. თაიგულები უნდა გავაკეთო პატარ-პატარა და გაჩვენებთ აუცილებლად როგორ ვაკეთებ. დღეს ღამე უნდა გაკეთდეს ეგ 12-ის შემდეგ, დავანთებ სანთელსაც და ჩავატარებ ისეთ პატარა რიტუალს, რომელიც მე მეხმარება ზოგადად ეს რა არის? რაღაც ჯადოქრული რიტუალი არ არის. ახლა ყველა იფიქრებს, რომ ვიღაცა ისვარა ვიძმა. არა, მეგობრებო, უბრალოდ მე მჯერა ამ ყველაფრის, მე მჯერა რომ არის ძალები, რომ არის სამყაროს მაგაზე სხვა დროს ვისაუბროთ, აუცილებლად გაგესაუბროთ ამაზე. და ამიტომ ეხლა უნდა გავიდე გარეთ, თან უნდა დავკიდო გალია, რომელიც გავრეცხეთ, იმიტომ რომ არის დრო უკვე და უკვე კარგი ამინდია და ეხლა ვიყურებ ფანჯარაში და მინდა შეგახედოთ, შეგაჭყიტოთ ჩემს ხედზე, რა სასწაულია ეხლა ეგ ხედი, აუცილებლად გადავიღებ ამ ვიდეოს და კარგი დღე გისურვოთ მინდა, ბედნიერება მინდა გისურვოთ.
მინდა გისურვოთ წინსვლა, წარმატება, ნეგატივის მოშორება, ცუდი ფიქრების მოშორება, იმიტომ რომ ცხოვრება არის არც ისეთი გრძელი და ამიტომ მეგობრებო, არ ინერვიულოთ, რაღაც უაზროებებზე არ იფიქროთ, ტყუილად არ იდარდოთ, ასე არ იჯდეთ და მარტო არ იოცნებოთ და გააკეთეთ რაღაც მოქმედება, რომ გქონდეს ის, რაც გჭირდებათ და გინდათ, იმიტომ რომ მეტი საქმე არ გაქვთ ხო ახლა ერთი სიტყვით ძალიან ვღიზიანდები, როცა ადამიანი მხოლოდ ზიან, რაღაცაზე ოცნებობენ. უბრალოდ მარტო ოცნებებში რომ მიდის მაგათი დღეები და მოქმედებებში არა. და ეგ ძალიან ცუდია. იმიტომ რომ თუ ოცნებობ, კი ოცნება კარგია, მეც მაქვს ძალიან ბევრი ოცნება, მაგრამ მე მოქმედება მოცნებების ასრულებისათვის რაღაცას ვაკეთებ, ნაბიჯებს ვდგამ, პატარებს, დიდებს, ეგ უკვე ადამიანს გააჩნია და ადამიანის საქმეა, ხო? რაც და როდის აკეთებს და როგორ სწრაფად თუ არა და ერთი სიტყვით აკეთეთ საქმე. წავედი აბა, გაგახედებთ ახლა ფანჯარაში რა სასწავლება არის. აი უბრალოდ ამას შეხედეთ. მეზობლები თიბავენ და ამიტომ ეს საციბელას ხმაც ძალიან მომწონს სიმართლე რომ გითხრათ აქ.